აუცილებლად ჰააგაში აუცილებლად დაიწყება პროცესი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ოლიგარქის რეჟიმის კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პროცესის დაწყებას საფუძველი უკვე აქვს. BBC-ს საგამოძიებო ფილმი დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გასული წლის ბოლოს რეჟიმის პოლიციამ მომიტინგეები აკრძალული მეთოდით დაარბია და მათ წინააღმდეგ წყლის ჭაულში გაზავებული საშიში ქიმიური ნაერთი გამოიყენა. საქართველოშიც აქვს სხვადასხვა ჯგუფები აგროვებენ ინფორმაციებს და საქართველოს საზღვრებს გარეთაც არსებობენ ასე ვთქვათ ჯგუფები, ადვოკატები, რომლებიც მუშაობენ უკვე ამ საკითხზე. და გონია რომ ძალიან მალე ეს დოკუმენტები შეიგრება, მიიღებს სრულყოფილ სახეს და აუცილებლად მოხდება ჰააგაში შესაბამისი პროცედურების გავლით სარჩელის წარდგენა. ეს უკვე მე გამოძიების პროცესი აჩვენებს, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს განსაჯელის გამოსცემ. ჰააგის სასამართლოში განაცხადის დარეგისტრირებამდე ჯერ პროცედურებია გასავლელი. შესაძლოებელია კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ოლიგარქის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს დაადასტურებს. კონსულტაციებს საერთაშორისო იურისტებთან გადის BBC-ც. ამის შესახებ საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთმა მთავარმა რესპონდენტმა თქვა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს საგამოძიებო ფილმის ავტორებმა ისიც უთხრეს, რომ ჩვენების მიცემა მას შესაძლოა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც მოუწიოს. იურისტმა მე როგორი შთაბეჭდილებას დამჭა. მას უკვე გავლილი აქვს კონსულტაცია ჰააგის იურისტებთან. ვინაიდან საუბრის დროს მითხრა ესეთი რაღაც, რომ ეს იცოდნენ მათ რა საშინელ სითხესაც იყენებდნენ, ქიმიურ შენაერთს იყენებდნენ, თუ არ იცოდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქედან გამომდინარე, რომ ეს თუ არ იცოდნენ, ეს იყო ექსპერიმენტი, ანუ ექსპერიმენტულად მოწამლეს ადამიანები ისე, რომ წარმოდგენაც არ ქონდათ, რას იყენებდნენ, ეს არის გაცილებით საშიში დანაშაული კაცობრიობის წინაშე ჩადენილი. ვიდრე ის, რომ ეს მოხდა მიზან მიმართულად. აი, სწორედ ესეთი პასუხები გამცეს ამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მათ მითხრეს, რომ ეს პროცესი, როდესაც დაიძრება, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ჰააგის სასამართლოზე გამოგიძახებენ როგორც მოწმედ. მეუთხარი, თუ ეს პროცესი დაეხმარება ჩემს სამშობლოს, კი ბატონო, მე მზად ვარ ამისათვის. ლაშა შერგელაშვილის გარდა საერთაშორისო სასამართლოში ჩვენების მისაცემად ალბათ ბევრ ყოფილ მაღალი თუ საშუალო რანგის ჩინოვნიკს გამოიძახებენ. კონკრეტულად ვის ამას ჯერ ვერ გავიგებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ლაშა შერგელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ BBC-ს საგამოძიებო ფილმის წყარო, ანუ ადამიანები, რომლებმაც გავლენიან მედიას კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულებები გადასცეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. რომ მათ მითხრეს, რომ ჩემს გარდა მათ კიდევ ჰქონდათ ათეულობით ადამიანთან ურთიერთობა. სხვა ინფორმაციას არ მაქვს და ისიც ვიცი, რომ ჩემი ინფორმაციაც გადაამოწმეს. რა რიგის ყოფილი მაღალჩინოსნები შეიძლება თანამშრომლობდნენ ამ ტიპის გამოძიებასთან? ხო, შეიძლება ეს იყოს მაგალითად მინისტრის მოადგილეები, შეიძლება ეს იყოს GDD-ს ყოფილი თანამშრომლები, როგორიც თქვენ? შესაძლებელია ყოფილიყენ GDD-ს მაღალი თანამდებობის პირები, არა ისეთები დაუშვათ როგორც მე ვიყავი, მე საშუალო დონის თანამდებობა მიყავა GDD-ში. სისტემიდან წასული და რეჟიმზე განაწყენებული მაღალჩინოსნები, ვისაც BBC-სთან თანამშრომლობის მოტივი და სურვილი ექნებოდა, ალბათ ბევრია. ვისი გვარიც ახლა გაგახსენდათ, შესაძლოა ყველას აქვს თუნდაც მცირე წვლილი იმაში, რომ ოლიგარქის რუსული რეჟიმის ჩადენილი მძიმე დანაშაული გამოაშკარავდეს. კონკრეტულ გვარებს ჩვენ გვიან გავიგებთ, მაგრამ ივანიშვილის ოცნების ჩინოვნიკებმა სავარაუდოდ უკვე იციან, ვინ გასცა მათი საიდუმლო, რომელმაც შესაძლოა მათივე ძალაუფლება შეიწიროს. რეჟიმმა ისიც იცის, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევის საქმეზე საერთაშორისო გამოძიება იქნება. სწორედ ამას უკავშირდება ის ისტერია, რომელშიც ოლიგარქის მარიონეტები ახლა არიან. BBC-ს აღარ უჩივიან, უკან დახევა ახლა რეჟიმისთვის თვითგადარჩენის მცდელობაა. გადაიფიქრეს უჩივლო იქიდან გამომდინარე, რომ თურმე ეს ხელფეხს უხსნის გამოძიებას ყველაფერი შეამოწმო. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სურთ ამ ნივთიერების
ასე რომ ვთქვათ, სრული ექსპერტიზა გადაწყვეტეს, რომ აღარ უჩივა. საერთაშორისო გამოძიების ეშინიათ ჩვენ კი გვაიძულებენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის ვირწმუნოთ, რომ გასული წლის ბოლოს აქციების დაშლისას კამიტი არ გამოუყენებიათ. თუმცა ამის დოკუმენტს არ ასაჯაროვებენ. რეჟიმი ერთი კვირაა საზოგადოებას აიძულებს სიტყვაზე ენდოს დინარაძის სუსის გამოძიებას, რომელმაც 6 დღეში დაასრულა ქიმიური ნაერთის შესაძლო გამოყენების საქმე. გამოძიება არის დახურული, ჩვენ განვაცხადეთ ღია და საჯაროდ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე აბსოლუტურად ღია და თქვენ არ აპირებთ მოწვევას ბატონო ირაკლი? ვისაც უნდა გამოითხოვოს. ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებს, რომ დოკუმენტაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მისცემენ, თუმცა ეს სიმართლე არ არის. მაგალითად, გაერო სპეციალური მომხსენებელი წამების არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საკითხებში ოლიგარქის მთავრობის პასუხს 1 წელია ელოდება. ფორმულასთან ინტერვიუში ალის ჯილ ედვარდსმა თქვა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის სასტიკმა დარბევებმა მისი ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. ოცნების მთავრობას კონკრეტული შეკითხვები წლის დასაწყისში გამოუგზავნა, თუმცა პასუხები არ მიუღია. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება. სამთავრობო უფლებამოსილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ეს მოითხოვს გამჭვირვალე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებებს. მაგალითად, მე მოვუწოდებდი ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენებისკენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით, სადაც საპროტესტო აქციები დაახლოებით საქართველოს საპროტესტო აქციების მსგავს ვადებში იყო და ეს მოიცავდა ხმოვანი იარაღებს, რომელიც ასევე ექსპერიმენტული იარაღებია. ამის პრეცედენტი არსებობს და ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ. მე მივწერე საქართველოს მთავრობას სხვა სპეციალურ მომხსენებლებთან ერთად და ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი მთავრობისგან მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ. ასე რომ სანამ ოფიციალურად არ მივიღებ რამეს, ჩემთვის ეს რჩება ინფორმაციის ნაკლებობის შავხრელში. დინარაძის სუსის გამოძიებამ არა თუ ამოწურა კითხვები ქიმიური ნაერთის შესაძლო გამოყენებაზე, არამედ კიდევ უფრო გააჩინა. გამოძიება ადასტურებს, რომ საშიში ნაერთები შსს არსენალში ქონდა, მაგრამ გვეუბნება, რომ მათი გამოყენება არ მომხდარა. დოკუმენტებს არ გვაჩვენებს და უნდათ, რომ მხოლოდ სიტყვაზე ვენდოთ. თქვენმა გამოძიებამ არ უპასუხა შეკითხვას, რა ნივთიერება გამოიყენეთ 28 ნოემბრიდან. სუსმა ჩაატარა და თქვენ ამბობთ, რომ საკითხი დახურულია, მაგრამ დახურული როგორ არის? როცა 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე რა გამოიყენეთ? საშუალებად ეს არ გითქვამთ. სუსმა გასცა ყველა შეკითხვას პასუხი. აი ამ შეკითხვას პასუხი აქვს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე რა გამოიყენეთ? ტრიქლორეთილენი რომ არ გამოიყენეთ. ამის მტკიცებულება სად არის ბატონო ალექსანდრე? მტკიცებულება კი რა არც კი გითქვამთ რომ არ გამოგიყენებიათ. დიდი ბრიტანეთის ითხოვს სათანადო გამოძიების ჩატარებას და სათანადო გამოძიებად შეითვლება რაც დინარაძის უწყებამ გააკეთა. დინარაძის სუსმა უსწრაფესი გამოძიება მხოლოდ 4 დეკემბერზე ჩაატარა. კალენდრიდან საერთოდ გააქრეს 6 დღე. ნოემბრის 28-დან 3 დეკემბრის ჩათვლით, როცა რეჟიმის პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ყველაზე სასტიკი იყო და როცა არსებობს ეჭვი ქიმიური ნაერთის გამოყენებაზე. სუსი ამ პერიოდს არ აღიარებს. ივანიშვილის პრემიერი კი უფრო შორსაც წავიდა და ჩვენივე მეხსიერებიდან უნდა იმის წაშლა, რაც ვნახეთ. მოყოლებული დარბევები არ ყოფილა, ეს არის უკვე ტყუილი. რაც შეეხება კონკრეტული სიტყვის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. ყველა დღეს ეხება ეს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ეხება ყველა დღეს? 4-5 დეკემბრის ღამესო, ასე თქვა. თლიანობაში, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის შავლი, ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ამ გამოგონილი რეალობის შექმნას რეჟიმისთვის ფაქტია, კონკრეტული მიზანი აქვს. ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი რაღაცა, რომ საზოგადოებრივი აზრი დაავიწრო 2 დღეზე და ამას არ ქონდეს რაღაცა ვრცელი მოქმედების არეალი. შეიძლება და დარწმუნებული ვარ რაღაცები გააქრეს უკვე, მაგრამ ყველაფერს ვერ გააქრობენ. ეს მაშინ უნდა დაიწყონ სამინისტროს კანცელარიიდან, მერე დეპარტამენტის კანცელარია და მერე სამმართველოების კანცელარიაში ყველა დოკუმენტი უნდა ამოცვალონ. შეიძლება გააკეთონ, მაგრამ გაუჭირდებათ. სისტემიდან წასული თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მიტინგის დაშლისას პოლიციის ყველა მოქმედებაზე შესაბამისი ოქმი დგება. თუმცა არის დოკუმენტები, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საიდუმლო გრიფი დაედო. ლაშა შერგელაშვილის ინფორმაციით ასეთია ქიმიური ნივთიერებების შესახებ დოკუმენტები. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს კანონი პოლიციის შესახებ გააკეთეს ახალი დებულება
და შემდეგ ქიმიური ნივთიერებები და სპეცსაშუალებები გაასაიდუმლეს, ანუ გრიპი დაედო. ანუ ეს გახდა საიდუმლო. ვინაიდან ეს არის საიდუმლო, მისი ელექტრონულად გატარება არ შეიძლება. რას ეკეთებენ? რა თქმა უნდა, კომპიუტერზე ბეჭდავენ ჩვეულებრივად. შემდეგ ყველა ეს ადამიანი აწერს ხელს, შესაბამისად დაარტყავენ ბეჭედს, როგორც წესი არის და ჩაუშვებენ საქმეში. და ეგზემპლარი, ანუ თუ არ ვიცი, თუ არ ვწდები, ასლი ხელმოწერებით არ არის. ანუ არის დედანი, რომელიც რჩება ადგილზე, სადაც მოხდა ეს, მაგრამ იგზავნება ასლი ხომ უნდა გაიგზავნოს, რომ გაიგონდრო ეს მართლაც მოხდა და ასლში ხელმოწერები არ არის. ასლზე ხელს აწერს მხოლოდ კანცელარიის უფროსი. ამ დღების განმავლობაში გაჩნდა კითხვა, ვის შეეძლო ქიმიური ნაერთების საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენების ბრძანების გაცემა. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ალბათ რამდენიმე ადამიანს ექნება, მათთვისაც ამ დონის ინფორმაციაზე დაშვება აქვს. ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტიკალში უფლებამოვალეობებს პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებს. კანონი პოლიციის შესახებ პირდაპირ წერია, ბევრჯერ აქვს სხვათა შორის წაკითხული, რომ შინაგან საქმეთა მინისტრია მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი და ის იძლევა მის განკარგულებას გაზი გამოიყენონ თუ არა. მოადგილე ისაზღვრებოდა ყოველთვის გეგმით. პასუხისმგებელი იყო წერია 10-0-ში და 10-0-ში პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებელი პირი არის მინისტრის მოადგილე. თუმცა მინისტრსაც შეუძლია რომ ბრძანება გასცეს, რომ გაურიეთ და გამოიყენეთ. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გასული წლის ბოლოს მომიტინგეების დარბევის სასწავლში ქიმიური ნაერთის გარევის ბრძანება ვახტანგ გომელაურმა გასცა. სავარაუდოდ სადმე ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც იქნება. ისევე როგორც როდესმე აუცილებლად გამოჩნდება ოქმი იმის შესახებ, რომ ავტომობილ ტომას ერთ-ერთ თავში, რომელიც მომიტინგეებს წყლის ჭავს ასხავდა, ქიმიური ნაერთი ნამდვილად იყო. ამ დოკუმენტების წარდგენა რეჟიმს ხალხისთვის თუ არა, საერთაშორისო მოსამართლეებისთვის აუცილებლად მოუწევს.